2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 22. რომელი გრაფიკი გამოსახავს დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვის დამოკიდებულებას მასში დენის ძალაზე. ასეთი ამოცანა გვაქვს. კარგით, აღარ თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტრომომოძრავებელი ძალა ტოლი არის შეკრული წრედის გარე და შიგა უბნებზე ძაბვის ვარდნების ჯამის U პლუს U0, სადაც ომის კანონიდან U არის I-ერი, ხოლო U0 არის I პატარა ერი. რაც გულისხმობს იმას, რომ U არის ძაბვის ვარდნა გარე წრედზე, ხოლო U0 არის ძაბვის ვარდნა შიგა წრედზე. შესაბამისად, ეს ფორმულა შეგვიძლია შემდეგი სახით გადავწეროთ. U როგორც არის დავტოვოთ, ამას დამატებული U0-ის მაგივრად შევიტანოთ I-ერი. ესე გამოგვივიდა, რომ ელექტრომომოძრავებელი ძალა ტოლი არის U პლუს I-ერი. ეხლა აქედან ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ძაბვის დამოკიდებულება, ძაბვა-ტოლი იქნება epsilon-ს მინუს I-ერი. კი ბატონო, ახლა ამ ფორმულაში ელექტრომომოძრავებელი ძალა მოცემული სიდიდი არის, წრედის შიგა წინაღობაც მოცემული სიდიდი არის და ეხლა თუ დავაკვირდებით, ეხლა აი აქ პასუხებში ყველგან გვაქვს ძაბვის დენზე დამოკიდებულების გრაფიკები. და ეხლა აი აქ, აი ამ ფორმულაში ფაქტიურად გვაქვს წრფივი დამოკიდებულება და რატო? ზოგადად ეხლა მათემატიკიდან ვიცით, რომ წრფივი ფუნქცია მოიცება შემდეგი სახით y უდრის kx პლუს b და ეხლა აქ y-ის როლში გვაქვს U, კას როლში მოდი ახლა იმ ფორმულას ცოტა სხვანაირად გადავწყვეტ. ეს ტოლი არის მინუს R-ის პლუს epsilon. ანუ კას როლში გვაქვს მინუს ერი დამატებული, ხო, მინუს ერი, x-ის როლში გვაქვს I, ამას დამატებული epsilon. ესე იგი b-ის როლში გვაქვს ეს epsilon. ანუ ძაბვასა და ჩვენ ამით გამოვარკვიეთ, რომ ძაბვასა და დენს შორის დამოკიდებულება არის წრფივი. ეხლა თუ გადავხედავთ ამ ნახაზებს, ამ დამოკიდებულების ძაბვის დენზე დამოკიდებულების გრაფიკებს, წრფივი დამოკიდებულება გვაქვს მხოლოდ D-ში და E-ში. შესაბამისად, A პასუხი, B პასუხი, G პასუხიც გამოირიცხა და პლუს ამას ეხლა აქედან რომელი იქნება? ნუ შეგვიძლია პირდაპირ, რადგანაც კოეფიციენტი უარყოფითია, პირდაპირ მივხვდეთ, რომ E არის სწორი პასუხი, მაგრამ ესეც რო არ გაგვახსენდეს, როდესაც დენის ძალა უდრის ნულს, აი აქედან როდესაც დენის ძალას თუ ჩავსვათ ნულის თორად, ეს იქნება მინუს R ჯერ ნულს პლუს epsilon-ი, ხო? ანუ U გამოგვდის ელექტრომომოძრავებელი ძალის ტოლი, აი ეს სიდიდე. ესე იგი, დენის ძალას როცა ნული არის, ძაბავს გარკვეული სიდიდე გააჩნია. აქ კიდე ნული არის. აი ეს ფორმულა მაგას გვეუბნება. შესაბამისად, გამოგვდის, რომ პასუხი არის E. ნუ სხვა ვარიანტი პრინციპში არც არსებობს. პასუხი არის E, კი ბატონო.